დადებითაშეღებებს კონცენტრირებული ვარ, ბოლომდე ვიწვი, აწყვოში ვარ, მე ჩემს მაქსიმუმს ვაკეთებ. ემოციები რა შეიძლება მივიღო? ამ შემოაყარებულ შიში, სპორტმა, უნივერსიტეტში. ასაშინებელია ვაიმე გამოვიყო. ო, შიშია. უნივერსიტეტსა. თუ მე კონცენტრირებული ვარ და ბოლომდე ვიწვი, სიმშვიდე და პოზიტივური განსხვავება, ხო? შედეგები ახეთ როგორი ისეთი რა დასაკვირვებელი. როცა თუ რაღაცებს ვაყარებთ საკუთარ უარყოფით რაღაცებს. ვიღებ დაბალ კონცენტრაციას, იმიტომ რომ საქმეზე ვარ კონცენტრირებული. იმიტომ რომ დაკეთება სულ სიტუაციას სულ ფოტოს. ვეღარ რაციონალურ ემოციაზე ვარ აყოლებული. ნერვი არის. შეიძლება ისეთი რაღაც გამოჩეს, რაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ გამოჩნდება და დაბალი შეფასება აქვს. უკვე საკუთარ ძალას აღარ მოჩერდა. წარმოიდგინეთ, ერთი შეხედვით ერთი პატარა არის, რომ ვაიმე აზრი აღარ აქვს. რამდენი რაღაც მოხდა? საუბრობთ სულები, ემოციები, შედეგები და კონკრეტულად. და საპირისპირო თუ დადებული რაღაცას ვთქვი, მაღალი კონცენტრაცია მაქვს, სიტუაციის კატასტროფაზე, სწრაფი რეაქცია მაქვს და მაღალი შეფასება. გამოსავალი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც ახლა ახალი პროგრამა თვითონ ეს უარყოფითი ფიქრები გაქრეს და დადებული ფიქრები ამოგვიყვეს. სპეციალურად უბრალოდ დადებული ფიქრები ჩამოწეს, რომ რა შეიძლება გამოიყენო ფარგლებში მოსაზრებელ პერიოდში და თამაშის დროს და თამაშის შემდეგაც, მაგალითად თამაშში შეიძლება უფრო ზადვარ, თამაშში უფრო კონცენტრირებული ვარ, თამაშში შეიძლება უფრო მოლდე ვიწვი, აწყვოში ვარ რაღაცა ეცინანდებები, ინდივიდუალური როგორც ვიხარით, უბრალოდ ჩამოწეს. მე შეიძლება ყოველდღე გამორება დაიწყოს. აი თქვენ მიყოლოთ, მაგალითად, სადღაც დავიწყებთ. ყოველდღე გამორებას უვლის და წინადადებას. მე შეიძლება ამას იმახსოვროს. და მე შეჯიბრების დროს ამბობ თავის. მოსმენა კიდე ერთი მეთოდია ისო. ამ წინადადებას გადაგწყვეტებს რომ ჩამოვწრო რომ მე შემიძლია რომ მე კონცენტრირებული ვარ, მე აწყვოში ვარ, რაც მჭირდება შეჯიბრებისთვის. ჩამოვწრო ის შემიძლია ის, დილას გავიგო და ჩამოვწრო მოსული. საღამოს დავწაკე, ჩავწერ მოსული. ერთი გამოვიდა სამექნო მე როის ყოველდღე ვაკეთებ, მე რა ხდება? ჩემთვის იმახსოვრებს და შეჯიბრების დროს თავისი თამამის ის შეკითხვა ავტომატურად. ავტომატიზმად არის ყველაფერი დაბალი. კონკრეტულად რომელცა თქვა, აქ შეიძლება სახის გამოვიყენოთ, რომ მაგალითად ოთახში რო შევა, ვიტყვი რომ აძობელი ვარ ჩემი თავით. რომ კარგია რა, აძობელი ვარ საკუთარი თავით. ხელი დასახელოს თქვა ეს თქვენს მოჩი არის შეიძლება არ აღნიშნოს. Possono anche come თამაშში დასვენებდა შეიძლება დაიწერა ოჯახი. და როცა თული მომენტი ექნება, თამაშს ამ ჩაფერდავა და რაღაცა ძალას იგრძნობა. შეიძლება სპეციალურად იყოს. პარტიაში წინდა თამაშში წინ პოზიტიური საუბარი. ანუ საკუთარ თავთან ვაპარაკებ, აი ლეგალდები მაგალითები რომ მე მზად ვარ. ილია შემთხვევაში იყო რომ მე მექნა მომზადა ის ჩემთან არის. მაგრამ ეს შემთხვევაში შეიძლება სხვა რეაქცია. უარყოფით ასეთი ჩამოწერა და შეჭრა. უარყოფით ასეთი ჩამოწერა და მე ალტერნატივას მოუძებდი რა შეიძლება იყოს. ეს მუდმივი პროცესი არის, რომ ერთი პირი უშუალოდ დავალებები და დავიწყა ეგრე არის. აი საკუთარ თავთან ვაპარაკებ მოუშვეთ, გოლი ალბათ გავაანალიზეთ და ხელამდე მაცხოვრ დროში ყოფნზე რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა თქვენთვის. სულ არსებობს სამი ფაილი, აზრი, წარსული და მომავალი. სამი უფრო მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ რეალურად რო დაფიქრდეთ, წარსული სადაც სხვა არ არსებობს, უკვე მეხამეზე ყოფნა და უკვე მაგრამ კამერაზე კი მაგრამ არა, ხო? მომავალში სამის დაიწყება. ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, რაც მხოლოდ ვიფიქრო. შესაბამისად, თქვენ ძალიან ხშირად მოხდათ, რომ არც ხოდროში უნდა იყოს. რა მეცეთები, ეს შობებისათვის და საფრთხეში მეკითხა, რომ არც ხოდროში უნდა იყოს. თუმცა წარსული მომავალი საოცრებელია, მაგალითად წარსული რა არის შემთხვევაში საოცრებელი თუ თამაში დამთავრდა, არ არის მაგალითად ჩემი თამაშის რამასწავლა თამაშმა და რა შეგვიძლია რომ გავამოწმოს მომავალს. წარსული მაგაში შემთხვევა, ისე რომ წარსული დავუწყო მართლაც იყო ეს არის. მომავალი და იმაში შეგვიძლია რომ ეს რაც შემოწმე რაც დასაუბრებელი, მაგრამ უნდა დავაგებინო მომავალში, რომ ამაზე ვიუარდოთ. თუ მომავალი და წარსული გაზიარებს ეგ გაგონები არც ხოდროში. რაც ნიშნავს, რომ წარსული მაშინ გაზიარებს, ოსა ვფიქრობ, რომ ავეს არ უნდა მეკნა, ავეს ოქრები და ამ შეცდომას გამოყვება. მომავალზე უნდა რომ და მომავალში დაიწყება საერთოდ გამოვალ მე ის მინდა რომ იყო, ანუ უკვე ეჭვმეპარება საკუთარ თავში და მომავალზე ძალიან დავდობ. ამ შემთხვევაში დაამაზიანებს და აბსოლუტურად მე ვარ, რომ მომავალზე ვფიქრობ.
ჩემი კონცენტრაციის 70% და დანარჩენი 30% წარსულში. ამიტომ ეს არ არის ეფექტური. ამ დროს ბენეფიტები რა არის? პერფორმანსის ფოკუსი შეცვლება, პერფორმანსში გულისხმობა თამაში. ანუ აღარ დავდო თამაში რა იქნება, იმიტომ რომ მომენტზე ვიქო. ჩემი სხვა რიტმება რამდა გავაკეთე მაგალითად. ხო, და ვიქო მაგასწორდა და არც მომავალ. თავდაჯერებულობის გაზრდა. როცა ბევრს არ წასულდა მომავალ, ჩემ თავში ერთი აღარ მეყარება. იმიტომ რომ მე ვიცი ისე და წინვა. ჩემი თავდაჯერებულობა ინდონეზია არის მინდა რომ იყოს. ფოკუსირებული ხარ თამაში, ეს ავტომატურად ხდება, როცა ასაკში ხარ, ხოლმე თამაშები. თავისუფლად თამაში. ეს თავისუფლად თამაში კიდევ რაღაცნაირად ტერმინი არის. სპორტსმენს მოგვიწევს რომ თავისუფლად თამაშის რა არის, ვერ აშუქებდა ხო. უნდა იცოდეს სპორტსმენ თავისუფლად თამაში ვისთვის რა არის. რომ რა თავისუფლად ითამაშოს და სიამოვნება მიიღოს. უკეთეს გაზრდას შეიძლება, რომ აწოდოში ხარ, ან წარსულიდან სხვადასხვა საკითხებთან მომავალისთვის გეგმა, ამ წარსულის გამოსწორებებს, მე რა თქმა უნდა უკეთეს გაზრდას შეიძლება. შენ შეიძლება მაგისტრალურად დავაყენო. ფსიქოლოგიაში გადაჭრა ამას სლოუს მდგომარეობას, როცა ჩემი შეხედულების 100% ვარ და 100%-ად ჩართული. ფეხბურთში გადაიზახიან ზონაში ვარ. მე 100% ვარ ამაზე ფოკუსირებული. სამყაროში არის რა ქვია, მოვიძინე ამას. შესაძლოა სწავლოთ. სასწავლო შეხედა განვითარებას. და სიამოვნება იზრდება, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიამოვნება არ არის, ეს რესურსები ხო შეიძლება გამოგვიყვება 1 წელი, გამოგვიყვება 2 წელი, გამოგვიყვება 7 წელი, მაგრამ სადაც ისე დამარცხოს, რომ საერთოდ შეიძლება საფრთხეს. როგორ ვიყოთ ამ დროში? ეს არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი კითხვა. ფსიქოლოგები, სპორტსმენები ვიყენებთ გრძნობის ორგანოებს. სულ არსებობს 5 გრძნობის ორგანო. ხედულობა, მოსმენა, გრძნობა, გემო და პროსტატა. ეხლა დაახლოებით ვფიქრობთ ეს გრძნობის ორგანოები როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. რამდენი მაგალითი მიცეზია და მარტივად ვფიქრობ. მაგალითად სულ დაახლოებით შეჯიბრების დროს ყოველ ექიმში რაღაცა თქვა. თუ არ შეიძლება ეს არ ვიყენებ. ან იმ შემთხვევაში ვიყენებ აცო დროში კონცენტრირებას, როცა წარსულზე ძალიან დროს ვფიქრობ, ეს როგორ გავაკეთე, ან მომავალზე ძალიან დროს ვფიქრობ. თუ ყველაფერი კარგად გდის, რაც უნდა აცო დროში უფრო გამოვიყენო. ისაც ყველაფერი კარგად გდის. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია ძალიან. სულფაზე დაკვირვება. მაგალითად როცა მოწინააღმდეგის აქვს და ძალიან სტრესში აღარ ვიცი როგორ გავაკეთო ჩემი თავი, მე რაც ვფიქრობ რაციონალურად, შეიძლება უბრალოდ გავუჩერდე და ჩემს სულფას დავაკვირვე. როგორ შეიძლება უკვე გამოდი შემიგვეძინა და ხარი რა უბრალოდ ახსნაა ჩემ ხარი. შეიძლება გაგეცნოთ, მაგრამ ეს ეხმარება რომ აწოდოთ კონცენტრირება, იმიტომ რომ მაგის სულფაზე ვფიქრობ, სასულზე არ ვფიქრობ. წლის დაბლა იყენებენ ამ კომპიუტერებს შორის. და წყალს ვსვამენ და მხოლოდ წყლის დინამოზე ვფიქრობენ. რა აწოდოში და არ ვფიქრობ ბევრი მომავალზე. დამჯერების დამწყება, როგორც ვიცი, სიარულზე რომ აქვთ მოჭადრაკეებს. და როცა დავუბრუნდა, შეიძლება ჩემი ნაბიჯები დავიწყალოთ, თუმცა აწოდოში და ძალიან მაზიანებს ეს წარსული. დავუბრუნდა ესა და ვიცი, კოჩორაში და თამაშორის საბერძნეთ თეთრ გააკა. ნუ სტრესული იქნება თამაში ფოკუსი და ეს მნიშვნელოვანი საერთო შესრულებები და ძალიან სტრესული იყო. ერთ-ერთი დამყარების ხერხი იყო, რომ სანამ დავთანხმდა მივიდოდა ნაბიჯებს იწვიდა მხოლოდ 1, 2, 3, 4, 5 და იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ ეს ნაბიჯები დაიხო. მიკრომოვი და მე სხვა რაღაცები გააკეთა, მაგრამ ეს მაგალითი მატერიალი სულ აწოდრაში შეგვიძლია ამ მეთოდებს. სიტუაციის ახლა შეგვიძლია. აქ იგულისხმება, რომ აი ვსვლა, თამაშობ და წინ რასაც ხედა უბრალოდ აღწევს. ხედავს თამაშს, ხედავ მაგიდას, ხედავ კედელს, ხედავ რაღაცას. ეს ეხმარება, რომ აწოდრაში იყო იგივე ზობის შეფერილობის ორგანოს ვიყენებ აწოდრაში ყოფნისთვის. ნიმქის შეძება. აქ იგულისხმება, რომ შეიძლება ხელში რაღაც დავიჭირო, პატარა რაღაც ნიმქი და ხოლმე ის შეძებაზე ვიყენებ. და ესეც თქმა უნდა ეხმარება, რომ აწოდრაში იყო. ხმების მოსმენა ეს არ არის საკითხია, მაგრამ უბრალოდ დააგვირდა შენ გარშემო რა ხმებია შეიგრძნოს. და ბოლოს არის სულზე დაკვირვება. ამასაც იქნება ხოლმე, ისე ფუნქციონალური იქნება, ბალანსსაც ამას ხოლმე, შეიძლება ხოლმე ბალანსი სულზე და გემოზე იქნება კონცენტრირებული. ამ სულაში რაც ხედავთ, უცნაურს. თუ რამე შეცვალ საფრთხეში.
ორი ფორმაცია, აი ორი ნომერს ფერზე გახსნა. აი ხარ ფერი არა ის, მაგრამ ამ ვიცი რომ ფსიქოლოგიურ სხვადასხვა. დაძაბულობა მოხდა. თამაშის გაცნობის წინ როცა დაიხრება და დაიწყო ამის შექმნას. ანუ წნეხის დაძაბულობის ერთ-ერთი მეთოდია როდრიგოს რომ კონცენტრირებულია როგორც დეკას შესაძლებელი. მე აგავებთ რომ ყველა მოწოდების შესაძლებელი გავხარდოს და მე ჩავეცე იქ და Pagazzi ma sempre una cosa da come inizi no da c'era da molto scuola da un po' ჩასწავლების რაღაც თავისი რიტუალი ხონდა და ეს რიტუალი ემსახურებოდა იმას, რომ აწმყოში ყოფილიყო ძაღლი სპორტსმენი არის, ამდენი ფეხბურთელი გინახავთ, რომ მოედანზე თავისი რიტუალი შედის. ან რაღაცა დაიმასო არ ყავს და რაღაცას აკეთებს. ან მეკარე თამაში დაწყების წინ ესე ფეხებს უკან უყავენ, ყველა ჯერზე აკეთებს მაგას და დამხევა რუტინა არის და მაგას საუბრობენ იმას, რომ მას მოსავალო აკეთებ, რომ მაგაზე ვიყო ამ კონფლიქტებზე. მოკლედ ესე არის იქნება და მოჭადრაკეებს ქართულ პროდუქტებს აგიგებთ ამ ინფორმაციას. როგორ შეიძლება რომ ერთი არის ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ როგორ შეიძლება რომ mindfulness როგორ მოგვიწევს ეს ის არის. mindfulness არის აწმყოს სულ გასაგებია შეფასების გარეშე. ანუ მედიტაციის მდგომარეობაში ვარ, შეიძლება ვისმენ, შეიძლება ვისმენ ხმას, შეიძლება ვისმენ სპორტის ფსიქოლოგს. ან mindfulness-ის სპეციალისტი. ეს მეუბნება მაგალითად სულფაზე დააკვირდი. სულფაზე ვარ კონცენტრირებული, მან ჩაისვრო. უბრალოდ ამბავი ზემოსაუბრა. შეიძლება ვთქვას, რომ დაფიქრდი რითის გამომწვით თუ კეთით. შეიძლება დავამბოს, რომ მოდი შენ ბუხსა შენ გახდება. ან მოდი ახლა გაჩერდი და რაზი შემოვა შემდგომში იმას დაერევე. იმას ამით რა ხდება? სწავლობდი კონცენტრაციას. ანუ ასას მეუბნება იმაზე კონცენტრირდები. ამერე როცა გამიგვა შეჯიბზე, ეს კონცენტრაციის უნარი გამარჯვე შემოვიდა და იმაზე კონცენტრირდები, რასაც მინდა რომ კონცენტრირდები. და მაინც ამას ასწავლე. ოღონდ ეს ისე და თუ გრაში ეს გავაკეთე, ადრიან არის შეიძლება. სუარაკოს ჯობია, მაგრამ ხშირად ყოველდღე და აკეთებ გამარჯვებაში. და რელაქსაციას ამის მოსწავლეში შორის, რომ სუნთქვითი ვარჯიშებია რელაქსაცია. აქ არის რელაქსაცია, არის კულტურის შეცდომა, აღმოსვლა, ემოციური ბალანსისთვის და პროდუქტიულობის შენარჩუნებით. მაგალითად, რომ გამოვიდეთ შემოგალიცეთ ფული გამიშკა, რამდენიმე რაღაც ჩავისვენოთ. სულ ეგრეა, როცა ნერვული მანდა ჩაისვენოთ, ელემენტარული შენი გულის რიტმი უფრო ნეირდება, ხო? ხო და რელაქსაციას იწვევენ ამისთვის, რომ უფრო მეტად შვიდები იქნება. და შეჯიბრებამდე ერის კონცენტრაცია და მედიტაციას. ძალიან ამბობი აქეთება, არ მინდა რომ ეს ემოციას წამეროს, რომ შეიძლება თამაშოს. შეიძლება დილას საკუთარ საათზე თამაში, მაგრამ დილას გავაკეთებ 12 საათზე და დილას 9 საათზე. და შემიძლია დავამშვიდობ. ამით. და რელაქსაცია მაგალითად ვთქვით, რომ ყადარბარის კონცენტრაცია რომ შევიჩავისუნქა, შევიკავებ და გამოვიდე. ის რომ ახალ ცოტა კონცენტრირებული. შეიძლება კიდე ჩავისუნქო და ჩასუნქო დავატკის ამამდე 1 კილოს ან ჩასუნქო დამოშვა 1 კილოს ან. ეს მეხმარება რომ აწოდოში ვიყო. რა შეეხმარება mindfulness, როგორც ვთქვათ, ყადარბარის გავარჯიშებაში. კონცენტრაცია და ეს ყურადღება არის, მაგრამ გავარჯიშებადი უნდა. თუ არ მიიღები ამას, ყოველთვის ძალადობაზე იქნება. თუმცა სპორტსმენები თავისი პრაქტიკის საფუძველზე ახდენენ ამას ბევრი სპორტსმენი, თუმცა სპორტის ფსიქოლოგს ეს შეუძლია, რომ mindfulness-ი ეს უნდა გამოგიმუშავა. დამშვიდობაში როგორც ვთქვი, ეს ჩემი ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც გულიაჩქარებული მანქაური დასწავლდეს ემოციების რეგულაციაში, რომ მაგალითად ბრაზი მოვიდა, გავაკეთე შიში მოვიდა, შიშის გავაკეთე ამსუსტის და მედიტაციის, მოკლედ ეს შეიძლება რომ მოხერხდეს. ანალიზს შევიდეს ფლოუს მდგომარეობაში. ფლოუზე გითხარით ის, რომ ანუ მე 100% ჩართული ვიყო თამაშში. იმიტომ რომ ეს
არასაჭირო ემოციაზე უკვე გაშვებული ვარ, დამშვიდებული ვარ მე და ყველა ემოციას ვიყენებ ჩემს სასარგებლოდ. ანუ უკვე მაგარ მდგომარეობაში. კარგი. პირველი სესია მგონი გამომთხოვა. ეხლა შევძლებ ზუსტად 15 წუთი და 7 საათზე დავაწყოთ. კარგი? Vizualizācija efekti ļoti მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თქვენს სპორტში.
ვიზუალიზაცია ნიშნავს შექმნა ან გარდაქმნა გამოცდილება შეგონებაში. გარდაქმნა ნიშნავს რომ გავაცოცხლო. მაგალითად თამაში მქონდა, მე მოვედი სახში, დავწერე რა შესაძლოა დავუშვი მაგალითად. მე მეორე სპალეთ დავუშვი, რა შესაძლოა დავუშვი წარმოვიდგინე ჯერ. მერე წარმოვიდგინე სწორი ვერსია. ამიტომ რა ხდება? ჩემი ტვინი სწავლობს სწორ ვერსიას. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს ზოგი გამოცდილება გარდაქმნა. ახალი გამოცდილება არის ის, რომ პოტენციურ რაღაცებს წარმოვიდგინე რა შეიძლება მოხდეს. მე რეალურად მოხდება, მე იმ სიტუაციაში უკვე მზადვარ. ანუ მოდესმეულ ფიქრი არ არის. რეალურად ხედავ ჩემ თვალებში ამას. ანუ ის რომ ესე გამძლეობა უბრალოდ ფიქრობ, ეგრე არ არის. მას წარმოვიდგინე უშუალოდ შეხვედრის დროს მოწინააღმდეგეს და ეს გაძაბულებას. მას შევიდეთ. სულ სამომავლზე განაცხადა ვიზუალიზაციას. არის უნარები, განაცხადება და ემოციები. განაცხადების მეთოდას შევეხებ, მაგალითად შადრებში არის რომ რაღაც პერიოდებში ვიწევს აპატრა მიიღო გადაწყვეტილება. რომ მაგალითად რამდენიმე სამში მიიღო გადაწყვეტილება. ეს საკმაოდ სტრესული არის ხოლმე. და ამიტომაც ამ მიმართულებით მუშაობ. მაგალითად ისე დავხატე. ეს ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება აქვს. სადაში გადაგულო ამასთანში. ამიტომაც მე ვერავარ, რომ უბრალოდ პოტენციურად ვიყავ. კარგად გადაწყვეტილება მისაღები მაგალითად. ერთი გადაწყვეტილება უნდა მივიღო. და მაგ გადაწყვეტილების მეთოდაზე მინდა ვარჯიში. რადგან ალბათ ორშაბათიდან არასდროს ჩავდი. მუშაობ კონკრეტულად ამ გადაწყვეტილების მიღებაზე, რომ ანუ ეს მოხდება, ეს უნდა გავაკეთო. ორშაბათიდან არასდროსამდე ყოველდღე ვარჯიშობ, მაგალითად თამაში ვარჯიშობ 20-ში. თითო დღე ან 10-ში არის. და 5 დღე არის. ჯამში დავადროებ, რომ რეალურად პრაქტიკაში ნავარჯიშები მაგ 100-ში. გადაწყვეტილებას მიღებაზე, რაღაცა ეს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. და ეს ახში მივუვარ. ისე ორშაბათიდან არასდროს ჩავდი. ეხლა მომდევნობაში ამოვიქე ისე გადაწყვეტილებას რომ მივიღე. ეგ თქვა 30, უფრო მარტივია ხოლმე. 30 უძრავა 150, ხო? ამ ჯამში გამოვიდა 250-ჯერ ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მაგ დავარჯიშები. და მე როცა აფსიფონციის წინაშე ვდგები თამაშის დროს, შეიძლება წესი აღარ მოგხდეს. იმიტომ რომ ჩემთვის ეს უკვე დამასრულებელი იყო. 250 ჩემი როჯის გამო. ოღონდ ეს სამოდელო ყოველდღე უნდა მოხდეს და ის ეგრე არის ეს არ არის. ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა არის ვიზუალიზაციაზე, რომ ზუსტად იგივე უბნები აქტიურდება გონების, რაც უშუალოდ თამაშის დროს. მე თამაშის დროს ვთამაშობ რეალურად და მე როცა წარმოვიდგე, თამაშის დროს გაუგონების აქტიურდება გუნდში, იგივე აქტიურდება მერე სამგერის დროს. და განმოდის ენაზე მაგალითად ქარებში ვარდქავ. ქარებში როცა ვარდქავ, რეები აქტიურდება რა თქმა უნდა გონება, მაგრამ აქტიურდება ბექის კუნთი, ხევის კუნთიც და ასე შემდეგ. სახში რომ მოვიდა რომ წარმოვიდგე ქარებში როგორ ვარდქავ, იგივე კუნთები გააქტიურდება. რომ წარმოვიდგე ფიზიკურად ვარჯიშობ, მე მოვიდროს კონკრეტულად ვარჯიშობ. გაცილებული შანსი მაქვს რომ მე ერთ-ერთი ვაპუშტები გოლი გავიგო. აქ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღო სწორად. კარგი. გადავიდეთ ემოციებზე. ემოციები ერთ-ერთი სრული საკითხი არის შადრებში, თუნდაც მან ვერ დავუშვი. როცა სწრაფი გადაწყვეტილება ვისაღები, რამდენიმე სამში უნდა მიიღო გადაწყვეტილება. მანდ ხა ემოციების მozgolება ხო გააქვს, რომ ვეღარ შეიძლება საფრთხეთან ვერ გააკეთო, შეიძლება ვიცი რა უნდა გააკეთო. მაგრამ ვერ გააკეთო, იმიტომ რომ შიში გზები და აზრი გზები და საზოგადოება გზები და რაღაცა გავსვი რაღაცები გზები და ვერ გააკეთო. გავიგესო ვერ აღვნიშნო. მე ნახე რა ხდება. აი ეს უნდა ეს მნიშვნელოვანია რომ ეს სტრუქტურა ვიცი. ყველა ნერვული სისტემა. ეს ნერვული სისტემა პასუხისმგებელია ჩვენ ემოციების ფუნქციონირებაზე მოქმედებას. ჩვენ სწორი სტიმულები მივცემთ ჩვენ ნერვულ სისტემას სწორად მუშაობს. არგუმენტები
ცუდი საქმეა ჭამოთ ყოველდღე მუთი და დავიერთეთ 10 ლიტრი ბურგერები რომ ჭამოთ და ასე შემდეგ რა ხდება ყველა ვარიანტი გავსუცეთ ხო თუმცა ეს არის მე თუ არასდროს თუმცა არასდროს საქმე მივეც რა ხდება მე არასდროს მუშაობას რაც ნიშნავს იმას რომ მე როდესაც სიტუაციაში მოვხდები ჩემს თავში რომ ვაიმე მიშინდა ვაიმე ახლა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ ნერვული სისტემა არის ამაზე აშუქებელი ჩვენ ახლა რა ხდება ისევ ავდები სახში წარმოვიდგენ მაგალითად თამაში დამთავრდა ამ სწრაფად გადაწყვეტილება ვერ მივიღე გამიცნი მე ამ შემთხვევაში ვიღებ რა პროცესიც მაქვს და მე წარმოვიდგენ რა პასუხი უნდა მქონოდა რა მქონდა და მე რა უნდა მქონოდა ახლა რა ხდება მე რომ იდეო სიტუაციაში რომ ჩავარდები ეს ფაილში პასუხი ხდება მე ცოტა ჩავთვალე რაღაცეები მაგრამ იმედია მიხდია ეს მე მოსწრებს მუშაობა ეს ხდება ეს უცვლით მაგალითად ვაბლოთ მაშინები ერთ-ერთი მაგალითი მოყვა ერთ-ერთი შემოთამაშე ძირითადად შემოგვიყვება არ მოხდა ძირითადად შემოგვიყვება ჯერ მოხდა და მაგაზე ძალიან ჯარგონი მოხდა დაიგებოდა ძალიან სულად იყო მაგითი მე თამაში შეწყო საერთოდ რო შევიდა თამაში ძალიან სულად თამაში მე მოვიდა ჩემთან და ეხლა ემოციების ვიზუალიზაცია რო გავაკეთე ახლა დაგავაკეთე პირველ ეტაპზე წარმოვადგენია რომ ძირითადად შემოგვიყვებაში ვერ მოხდა და ემოციების გაზი შიში სადიბიძე მოცულში თავში თუ სამ ეხლა იმავე მდგომარეობაში ერთი წუთი ან ორი წუთი მიხარ ხონდა არ იყოს ამ რაღაცა მდგომარეობის პირობას სწავლობს მე მესამე ეტაპი ნახტრავი რაღაცა უნდა ყოფილიყო ვერ მოვიდი ერთ შემოგვიყვებაში აი სულია მაგრამ რაღაცა უნდა ყოფილიყო ასე სადებებული მასშტაბში დავარი რომ აი ძირითადად შემოგვიყვებაში ვერ მოვიდი მაგრამ როცა შევავებ შენ 100%-ს გავაკეთებ 100%-ს დავიხარჯები ჩემ შეადროულს გამოვავებ მე დამამტკიცებ ისე დამტკიცება რა მოხდა მაგრამ ეს რაღაცა სხვა შედება საკუთარ მაგურია და მე მაქსიმალურად როცა ჩავარდები მე ჩემს მასში სწორია კარგი ეს ვიზუალიზაციის ამბავის რომი გავიგე და ამას აქტიურად კიდევ ერთი რამე გამოსწორდა რომ თამაშის მოსამზადება შეიძლება ვიზუალიზაცია როგორ გააკეთოს ისე რომ სპორტსმენი მაგალითად საგამოსწორო თამაში დილას წარმოგვიდგენ ცუდი სცენარი და ცუდი სცენარი შეიძლება იყოს მაგალითად რომ გამასწრო შვიდი ფულით რა არის შემოიარცია მაგალითად ვერცე შეიძლება იყოს რომ აზია რა აქვს რაც საცუდი არის და მეორე რეაქცია არის ის რომ მე ბოლომდე ვიბრძვი არასდროს არ ვნებდები ცუდი სცენარებში დადარბეს სპორტს კაი ახლა წარმოიდგინე რეალური სცენარი შენი აზრით რეალური სცენარი რა შეიძლება იყოს რეალური სცენარი შეიძლება იყოს რომ დაზარბული მოხდება იქნება და რაღაც შენი პასუხი რა შეიძლება იყოს მაგრამ კარგი პასუხი რა გეტყვის რომ მაგალითად პასუხი შეიძლება იყოს ის რომ თამაში დავშევი რაც უძრაში ვიქნები კონცენტრირებული ვიქნები ჩართული ვიქნები ბოლომდე თამაში და ასე შემდეგ მესამე სცენარი საუკეთესო სცენარი წარმოვიდგინე მაგალითად ვასწავლე 10 ფულით რა პასუხი უნდა ქონდეს მაგალითად მოდულებული კი არ უნდა იყოს რა პასუხი უნდა ქონდეს რომ კი გაკეთებია ან მაინც კონცენტრირებული ვიჩვევი და გავაგრძელებ ბოლომდე ბრძოლა და ნახეთ რა ხდება როცა ამ სიტუაციაში ყველა სიტუაციაში ახალ ვერ წარმოვიდგენ მაგრამ ამ სიტუაციაში რომ ჩავარდები მე უკვე იცით ეხლა მასალა 21 წელი როგორ შეგვიძლია გავიდა მან მას ერთ-ერთი სპორტსმენი ფეხბურთელი ლაშა ბოდიშარია და განიხილავდა და თამაშის დროს კოლბა შეხვედრა და ონლაინ თამაშობდა და განიხილავდა ამას ცუდი სცენარი რეალური სცენარი საუკეთესო სცენარი ცუდი სცენარი რა არის რომ დასაწყისში გოლი გავუშვა ზუსტად ეგრევე ამ წუთში გოლი გავუშვა მაგრამ ლაშა ზადი იყო იცოდა რა უნდა გააკეთებინა არის ვარ არის მაგრამ ფაქტია მე გოლის და გავიმუშავებდა ანუ კარგად რა ლაშა მოხდა კარგი შესწავლილი დაბრუნებასაც მინდა რომ შევეხო მოკლედ იმიტომ რომ ეგეც რა გვაქვს სლაიდი აქვს მაგრამ მაგაზე უბრალოდ შევეხები და მაგალითად ორი მაგალითი წარმოვიდგინე შესწავლა დავუშვი ასეულები და ამ შესწავლის გამო ვცხოვრობ ძალიან მაგარი შესწავლა დავუშვი რომელიც დავუშვი და სწავლობ თამაში გამოვედი თამაში ჩავჯექი მაგალითში შეთავს ვეუბნები რომ აუ რა სულები ხარ ეს როგორ გააკეთე
ეხლა რა თქმა ჩავარდები. ანუ ჩემ თავს ჯი საკუთარ თავს რაღაცებს და მეორე შემთხვევაში ამბობ დავიქნა ხანაში და ჩემ თავს ვეუბნები რომ